ცნობილი იტალიური გამოცემა Arena Napoli ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს კიდევ ერთხელ შეეხო. გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად პარიზში თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა მისი უდიდესი ბავშვობის ოცნება კვლავ რეალ მადრიდში თამაშია. სტატიის მიხედვით, კვარაცხელიას ოცნება არასდროს გამქრალა და მომავალში მისი რეალში ტრანსფერი გამორიცხული არ არის. Arena Napoli ამბობს, რომ კვარაცხელიას ძალიან საოცარი პროგრესი და სტაბილური ასპარეზობა პარიზში აუცილებლად მიიპყრობს რეალის ყურადღებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეალი მომავალ სეზონებში ფლანგის გაძლიერებას გადაწყვეტს. წყარო ხას უსვამს, რომ კვარაცხელიას პროფესიონალიზმი და მენტალიტეტი იდეალურად შეესაბამება რეალის ფილოსოფიას. კლუბი, რომელიც ყოველთვის აფასებს შრომის მოყვარეობასა და გამორჩეულ ტალანტს. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პარიზულ კლუბში 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს გადავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Paris Saint-Germain-ის რიგებში ქართველმა პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სანამ გავაგზავნებთ, გთხოვთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 1000 ლაიქზე. მადლობა. დატოვე კომენტარი, რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტმა ქართველს კითხა: ხვიჩა, გულწრფელად ფიქრობ, რომ ოდესმე საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვან? კვარამ კი უპასუხა: ჩვენთვის ევროპაზე თამაშიც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა გავედით. ვფიქრობ, კარგი ფეხბურთელები ყავს, ვიზრდებით, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ასე რომ ვცდით. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი გიორგი მიქაუტაძით კვლავ ინტერესდება. ლონდონელებს შეტევის გაძლიერება სურთ და ისინი გამოსავალს სწორედ ქართველში ხედავენ. ტოტენჰემმა უკვე დაიწყო გიორგი მიქაუტაძის თამაშზე აქტიურად დაკვირვება. ლონდონური კლუბი შეტევის გაძლიერებას ცდილობს და ქართველი იდეალურად ერგება ამ მოთხოვნას. ინგლისური კლუბი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯლის დროს ვილიარეალს 60 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთოს, ეს კი ვილიარეალისთვის მომგებიანი უნდა იყოს, წერს ერთ-ერთი გამოცემა. როგორც ჩანს, არის შანსი, რომ ჟორს ვილიარეალში დიდხანს არ გააჩერებენ. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ვილიარეალის მაისურით ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ითამაშა. მიქაუტაძეს კონკურენტები გამოუჩნდა. ვილიარეალის ბაზაზე სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ჯგუფურ ვარჯიშებში კაპიტანი ჟერარდ მორენო და გუნდის ლიდერი აიოსე პერესი დაუბრუნდნენ. ახლა გუნდს 4 გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავს სრულად ჯანმრთელი: მორენო, პერესი, გიორგი მიქაუტაძე და ტანი ოლუასეი. 33 წლის მორენო ლა ლიგის პირველ ტურში ტრავმირდა და მას შემდეგ მატჩებში არ უთამაშია. 32 წლის აიოსე პერესი სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრებს, ხოლო ახლა სრულად მზადაა. ამ ტრავმებმა გამოიწვია გიორგი მიქაუტაძეს შეძენა აგვისტოში რეკორდული თანხით, ასევე გუნდის შემადგენლობაში დაემატა კანადელი ოლუასეი. მორენო გუნდის ავტორიტეტი და გამოცდილი ფორვარდია. ლა ლიგაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია. აიოსე პერესი შარშან ლა ლიგაში 19 გოლით გამოირჩეოდა. მორენოსა და პერესის ფორმაში დაბრუნებამდე ქართველმა ფეხბურთელმა შედეგიანი თამაშის ჩვენებით უნდა დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში. როგორ ფიქრობ, შეიძენს ტოტენჰემი მიქაუტაძეს? ან სწორი გადაწყვეტილება იქნება ვილიარეალის დატოვება? პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ლივერპული ენფილდზე მანჩესტერ იუნაიტედთან ანგარიშით 1-2 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა ალისონ ბეკერის არყოფნაში მორიგი მატჩში სრულად ითამაშა. ინგლისური მედია ქართველი კიპერის თამაშს აფასებს. liverpool.com 6 ქულა. რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა, ერთი მისი შეცდომის შედეგი იყო, რადგან საკმარისად კარგად ვერ იმოქმედა. სტანდარტულ სიტუაციებზეც კომფორტულად ვერ გამოიყურებოდა. This is Anfield 5 ქულა. მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში საშინაო დებიუტი ჰქონდა და ალისონის დატოვებული სიცარიელის გამო ზეწოლაც იყო. თუმცა მეორე წუთზე ბრაიან მბუემომ ძალიან ადვილა ნაჯობა და შემდეგ ნერვიულობა ეტყობოდა. მილოშ კერკეზი ცუდი პასის შემდეგ იხსნა, მაგრამ ის ალისონი არ არის. Liverpool Echo 5 ქულა. მბუემოს პირველ გოლში უკეთ მოქმედება შეეძლო. შესვენებამდე მოკლე მონაკვეთში 2 კარგი სეივი ჰქონდა. იუნაიტედის დამარჯვების გოლში კი უშანსოდ იყო. შეხვედრის შემდეგ მერცესაიდელთა მთავარმა მწვრთელმა არნე სლოტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ეს რთული მომენტია. თავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთისადმი და იმის, რასაც ვაკეთებთ, რწმენა არ უნდა დაკარგონ. რასაც ლივერპულში ვხედავ, ის არის, რომ ყველა მოთამაშე ძალიან ჩართულია. სასტარტოდან იწყებს თუ შემოსვლაზე შემოდის, ყველა კარგად თამაშობს. ვხედავ ყველაფერს, რაც საჭიროა თამაშების მოსაგებად, მაგრამ ალბათ ჭკვიანური იქნება თუ მოგებას ძალიან მალე დავიწყებთ. როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზამდე ალისონ ბეკერი დაშავდა, რის გამოც მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის არყოფნაში ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.
ალისონის ტრავმასთან დაკავშირებით წითლების თავკაცმა არნე სლოტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც უკვე ვთქვი, ის ჯერ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და არ იქნება. რეაბილიტაციის პროცესი დადებით და უარყოფით შედეგებს იძლევა, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ და მომდევნო ვიკენდზე ვერ ითამაშებს, ამბობს სლოტი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს მეტი სათამაშო დრო მიეცემა, თქვა სლოტმა. შეხვედრის შემდეგ მერსესაიდელთა კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მეორე გოლის ეპიზოდში ძალიან უყურადღებოდ ვითამაშეთ. ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა. პირველივე წუთებიდან ძალიან ბევრი ვიშრომეთ თამაში დასაბრუნებლად. შევქმნით ისეთი მომენტები, რომლითაც გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ ისეთი მეორე გოლი გაუშვით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ეს იმედგამაცრუებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს დერბი და მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ. გუნდელებს ვეტყვი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელონ. იყავით თავმდაბლები და რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდით, თქვა ვირჯილმა. ბოლო პერიოდში ზურიკო დავითაშვილი ყურადღების ცენტრშია. თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთ წამყვან კლუბს ბეშიქტაშს მისი დამატება ზამტრის სატრანსფერო ფანჯარაში სურს. კლუბის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდი ზამთარში გააძლიეროს. მთავარი მწვრთნელი უკვე მიუთითებს იმ ფეხბურთელებზე, ვისი დამატებაც სურს და მათ შორის ქართველი გარემარბიც არის. წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა სერიოზული ფინანსური ნაბიჯები გადადგას დავითაშვილის ტრანსფერისთვის. იწერება, რომ კლუბის პრეზიდენტი ზამთარში სენტ-ეტიენს დაუკავშირდება და ზურიკოს ხელში ჩასაგდებად თანხას არ დაზოგავს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სენტ-ეტიენი 20 მილიონ ევროს ითხოვდა, რაც მაშინ გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. ასევე შეგახსენებთ, რომ წინა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე PSG-ს ფანები დავითაშვილის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ. ზურიკო დავითაშვილმა მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. დავითაშვილის განცხადებით, ზაფხულში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ახლა სრულიად ჯამშთელია და მზად არის გუნდს დაეხმაროს. იმედია, უახლოეს მატჩებში ყველა დაინახავს ამას და შევძლებ გუნდის მხარდაჭერას, როგორც ეს წინა მატჩში მოხდა. ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენტ-ეტიენში თავს კარგად გრძნობს და კლუბისთვის მაქსიმუმის გაკეთებაზეა ფოკუსირებული. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რაც პრესაში იწერება. მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული, აღნიშნა ზურიკომ. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 1000 ლაიქზე. მადლობა.